ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1964 წლის 21 მაისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. რამდენიმე დღის წინ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავის საამქროს კოლექტივმა მიიღო საპატიო შეკვეთა ასუანის ჰიდროკვანძის მეორე რიგის მშენებლებისგან. მაისის დაბლევამდე ქარხანამ უნდა დაამზადოს სპეციალური კვეთის 45 ტონა მილები. ქართველმა მილმგლინავებმა გადაწყვიტეს ვადამდე შეასრულონ ეს დავალება. რამდენიმე დღის შემდეგ ეს შეკვეთა შესრულდება. მიმდინარე წელს რუსთაველებმა უკვე გაგზავნეს არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში 10 ტონა მილები ასუანის კაშხლისა და სამედიცინო პრეპარატების ქარხნის მშენებლობისთვის. ამ დღეებში ქუთაისის სამოქალაქო აეროპორტში პირველად დაფრინდა მძლავრი რეაქტიული საჰაერო ლაინერი Tu-104B, რომელმაც ჩვენი სამშობლოს დედაქალაქ მოსკოვიდან ჩამოიყვანა პირველი მგზავრები. იმავე დღეს ქუთაისიდან მოსკოვში გაფრინდა 68 მგზავრი. ამ პირველი რეისით დაიწყო პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მოსკოვსა და ქუთაისს შორის. საჰაერო ლაინერი, რომელიც 100 მგზავრს იდევს, მანძილს ქუთაისიდან მოსკოვამდე 2 საათსა და 5 წუთში ფარავს. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოფენაში საპატიო ადგილი უჭირავს რაიონის ტერიტორიაზე ნაპოვნ არქეოლოგიურ მასალებს. მუზეუმის ფონდი თითქმის ყოველთვიურად ივსება ახალ-ახალი არქეოლოგიური ნაპოვნით. ამას წინათ სურამის მახლობლად საავტომობილო გზის გაყვანისას აღმოაჩინეს კოლხური ცული, რომელსაც ფარშევანგის ფორმა აქვს და პირველი 1000 წლეულის დასაწყისს მიეკუთვნება. იქვე ნაპოვნი იქნა ნიდერლანდური ვერცხლის მონეტა ტალერი, რომელიც მოჭრილია 1598 წელს. სოფელ ხცისის ტერიტორიაზე კი ნაპოვნია ალექსანდრე ალიმირზას ქართულ-სპარსული მონეტა, ერეკლე მეორის სპილენძის მონეტა და ეკატერინე მეორის ვერცხლის 5 კაპიკიანი. ნაპოვნი მონეტები ასევე ჩაბარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მცირე შესვენების შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მზადებით საპასუხისმგებლო მატჩებისთვის, A კლასის პირველი ჯგუფის ფეხბურთელებმა განაახლეს მატჩები. ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა კვლავ დაკარგეს ქულები, მათ შორის თბილისის დინამოელებმა, რომლებსაც ბოლო 4 მატჩში 7 ქულა აქვთ დაკარგული. ეს გულშემატკივართა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. თავი რომ დავანებოთ დაცვის ხაზის უპატიებელ შეცდომებს, გაუგებარია რატომ ვერ გააქვთ გოლები თავდამსხმელებს. თბილისელებმა ისევ წააგეს ამჯერად დონეცკში შახტიორთან 1-2. თბილისელთაგან გოლი გაიტანა მეორე ტაიმში მესხის ნაცვლად შემოსულმა აფშევმა, როცა ანგარიში იყო უკვე 2-0 მასპინძლების სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო დამარცხდა როსტოვში არმიელებთან 0-7. ქუთაისელებს ყველაზე მეტი 15 ბურთი აქვთ გაშვებული საკუთარ გარში. გადმოიცემოდა 1964 წლის 21 მაისის უკანასკნელი ცნობები.